არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რა არის ყველაზე დიდი ცოდვა. ყველა ცოდვა დამღუპელი. შეიძლება ადამიანი დავუშვათ ყოფილა შემთხვევა რომ მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილა და გადარჩენილა. მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ მიდიოდა, წაიქცა, თავი რაღაცას დაარტყა და გარდაიცვალა. გესმით? ანუ რაზეა ლაპარაკი იცით? შეიძლება პატარ-პატარა ცოდვებმა დაღუპოს ადამიანი, შეიძლება დიდმა ცოდვამაც. ყველაზე დიდი ცოდვა კი ის არის, მე რასაც არ მოინანიებ. არ შეინანებ. ახლა სიტყვაზე ვამბობ. ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანი ავარიის დროს ძალიან ძლიერად დამტრეულა. თავი დაზიანებია და სასიცოცხლო ორგანოები, მე ხელი და ფეხი მოუტეხია. მაგრამ გადარჩენილი. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს ხიჭი შერჭობია, ხიჭი ხო იცით რა ზეა, პატარა ხის რა და არ მიუქცევია ყურადღება, ანუ არ უმკურნალი, არ გამოუძრია ეს ხიჭი. და წასულა განგრენა და ადამიანი გარდაცვლილა. გესმით? შეიძლება ცოდვა პატარა, მაგრამ თუ არ მიაქცევ ყურადღებას, მას შეუძლია რომ ის პატარა ცოდვამ დიდი გამოიწვიოს, იმ დიდმა კიდევ უფრო დიდი და ადამიანი დაღუპოს. შეიძლება ადამიანს ერთბაშად დიდი ცოდვა დაემართოს, მაგრამ ის შეინანოს და ამითი გადარჩეს.